ამ დრომდე გაურკვეველი არაბედიელის შიცისა და სეფსისის ცენტრებს ყაზბეგის გამზირზე მდებარე დაწესებულებებში სხვადასხვა ინფექციებს იკვლევენ და მკურნალობენ. შენობა ავერსი ფარმას აკუთრება, ამიტომ ჯანდაცვის უწყებამ იქ განთავსებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის მერვე საავადმყოფოს ტერიტორია გამოყო. თუმცა სანზონაში მდებარე შენობაში უსახლკაროები ცხოვრობენ. მარიკა ბაკურაძე არკვევდა ინფექციური საქმეს. კაკაჩია მოდის. სანზონაში ყოფილი მერვე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ეს ხმა ეკოს ეფექტით პერიოდულად ისმის. საქმე შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროს, რომელიც საავადმყოფოს შენობაში შეჭრილ მცხოვრებლებს ხშირად სტუმრობს და აღრიცხვას ატარებს. შენობაში შეჭრილებსა და ხელისუფლებას შორის დაძაბულობა 2012 წელს არჩევნების შემდეგ დაიწყო. 7 სართულიან შენობაში უკვე წელიწად ნახევარია ეგრეთ წოდებული უსახლკაროები ცხოვრობენ. თუმცა საქმეს ის ამწოვებს, რომ სამინისტროს მტკიცებით ტერიტორიის დიდი ნაწილი არა რეალურ უსახლკაროებს, არამედ სხვა მისამართზე რეგისტრირებულ ადამიანებს აქვთ დაკავებული და აქ აღნოსხული ოჯახების სია მუდმივად იცვლება. რამდენიმეჯერ ჩატარდა აქ აღწერა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ზუსტი რაოდენობა დღემდე ვერ დავადგინეთ, იმიტომ რომ თითოეულ კვადრატულ მეტრზე არის რამოდენიმე პირი დაფიქსირებული. თუნდაც ამ სათულზე რო ავიღოთ ეს ფართობები, მიუხედავად იმისა, რომ არასაცხოვრებელია, აქაც არიან რეგისტრირებულები ადამიანები. იქიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ახლა ლოგიკურად ვიმსჯელოთ, რამდენად არის აქ საცხოვრებელი პირობები და რეალურად ცხოვრობს აქ ადამიანი თუ არა. არის ეგეთი ბევრი ოთახები, რომელზედაც კონკრეტული პირი და სახელი არ არის დაფიქსირებული, მაგრამ მიუხედავად კარები არის ჩაკეტილი. და თუ მაგალითად ცხოვრობს საიდან შედის ეს თუ საკეტით არის ეს ჩარჩოა. თვითონ შეიძლება თვეში ერთხელ მოდის, აღებს კარებს, როცა მოდივარ ჩვენ ფიქსირდება აქ. დიანა ცხოვრობს ავადმყოფოში იყოს მოიწამლა. დიანა რომელი? გვარდა უდულად არის. აი მაგის პატრონი ერთაკობით არის მეხუთეზე მეზობელთან რა. ეს ის დაკავებული ტერიტორია. არ ვიცი, ვის აქვს დაკავებული. ეს აქაც რაღაცა არის, ვინ არის? ალბათ არის ვიღაცა. ხო. შენობაში, სადაც არ არის გაყვანილი კომუნიკაცია, კანალიზაციის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე ცხოვრება მართლაც გაუსაძლისი. როგორ უნდა ვიცხოვროთ, გამაგებინეთ ამ პირობებში. პატარა ბავშვებით ფეხსიმები ზოგმახლე უნდა იშებიაროთ, დღე-დღეზია. ასეთ პირობებში ერთი დღე და ყავე ცორშვილი მოიყვანოთ და ჩვენ გვერდში აცხოვროთ. გახინეთ ხამეთ. გასაგებია ჩვენ მთავრობაში კანონი დავარღვევთ, მაგრამ ხო აქ არავინ არ ცხოვრობდა. ცხოვრების ქირას ხო არ მიხდიდით, ხო? შვება მოგვეცა, მაგრამ მთავრობამ ხო გაიგო რომ ჩვენ შემოვედით ხალხი, ხო უნდა მოგვაქციოს, ჩვენ ხო უნდა დაგვიწვა სახალხო დამცველებმა, ხო უნდა დაგვიწოს ჩვენ, ხო? გაუსაძლისია ადამიანებისთვის, რომლებიც მართლაც აკათენებენ ღამეებს. თუმცა მცხოვრებლების ნაწილს ვერც ჩვენ გავეცანით და მხოლოდ მათი ავტოგრაფების ნახვით შემოვიფარგლეთ. აღნიშნულ შენობაში გარდა რეალურად გაჭირვებულებისა არის დიდი ნაწილი 30-დან 40%-მდე ისეთი ადამიანების, რომლებიც ცდილობენ ხელი მოითმონ, ასე ვთქვათ, ამ სიტუაციაზე, თავი გაასაღონ, ასე ვთქვათ, ასევე უსახლკაროებად, თუმცა თუ ჩვენ მათი მონაცემები ვიცით და დიდ ნაწილს მათ რაიონებში სახლები აქვს, ზოგ თბილისშიც აქვს სახლი, მათ სახელებზე ფიქსირებული არის ქონება, ზოგ შემთხვევაში არც თუ ისე მცირე. რეგისტრირებული უმწევრობის სოციალურ დახმარებას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. რაც შეეხება მათ დაბინავებას, როგორც მოსახლეობასთან საუბარში ირკვევა, ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახებმა არაერთხელ დაწერეს თხოვნის წერილი მერიის სახელზე, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღეს. ჩვენ ვთხოვულობთ ყველა აქ ვინც ცხოვრობთ უსახლკარო, რომ ნებისმიერ ადგილას თავშეფასაფარი სახლი ბინა ჭერი გქონდეს, რომ მშვიდად დავიძინო და ბავშვები მშვიდად ყავდნენ ოჯახში. ჯანდაცვას დავწერეთ 2012 წლის დეკემბერში განცხადებით მივმართეთ. იმათმა გადაუგზავნეს მუნიციპალიტეტმა გამგეობას და ყოველდღე ვრეკავთ განხილო. რა ვეღარ განიხილეს. 2 წლის უკან კი მქონდა დაწერილი განცხადება, მერიდან მომივიდა ესეთი პასუხი, თქვენ გეკუთვნით ნამდვილად, მაგრამ სახელმწიფოს არ აქვს სახსრები, რომ ამ დროისთვის რომ დაგაკმაყოფილოთ. ყველას აქვს დაწერილი მერიაში განცხადება. მაგრამ ყველას აქვს ესეთი პასუხი, გეკუთვნით, მაგრამ
სახსრები არა გვაქვს. სახელმწიფოს არ გააჩნია სახსრები. ნაწილი სოციალურად დაუცველი ადამიანების რეალურად უსახლკაროების, რომელიც ჩვენ ნახეთ, შევისწავლეთ, მათ დიდ ნაწილს სადღაც 40 ოჯახს მართლაც არა აქვს არანაირი საცხოვრებელი და ჯანდაცვის სამინისტრომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოვალეობაა არსებული კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტრომ მზად არის, რომ მათ დაეხმაროს. რომ ნახონ რაიმე სხვა საცხოვრებელი დაეხმაროს ბინის ქირით რამოდენიმე თვის განმავლობაში. დროის გასვლასთან ერთად მძიმდება ვითარებაც. უკვე წლებია აღნიშნული შენობა შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრის საკუთრებაა. ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს რემონტი გადაწყვიტა, თუმცა შეჭრილების გასახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. აი ამ საკითხის ჩემი აზრით ხელოვნური ანგაჟირება ხელს გვიშლის იმაში, რომ პაციენტებს დავეხმაროთ. სწრაფი გადაწყვეტილება არის უკვე მისაღები, იმიტომ რომ ბოლო თვეების განმავლობაში მოლაპარაკება ფლათ ეფექტური არ აღმოჩნდა. მდგომარეობას ამძიმებს შექმნილი ვითარების მეორე მხარე, ეგრეთ წოდებული ინფექციური სრთული მდგომარეობა და გაუარესებული პირობები, რომლითაც როგორც ექიმები, ისე პაციენტები ზარალდებიან. გასაგები მიზეზების გამო სხვა დაავადებები სერიოზული პრობლემაა თვითონ პაციენტისთვის და ქვეყანა მას წარმატებით ებრძვის ბოლო წლებში თითქოს საყოველთაო ჯანდაცვა და სხვა, მაგრამ ინფექციური დაავადებები მათგან განსხვავებით სოციალურად საშიშია. მათ თუ არ მიხედავს საავადმყოფო, ისინი გავრცელდება. ამით განსხვავდება ინფექციური დაავადებები ყველა სხვა დაავადებებისგან. მათ შორის, ესე იგი, შიდსით თუ შიდს მკაცრად არ გააკონტროლებ, ხვალ დაიწყება ფართომასშტაბიანი ეპიდემია. რაც არ მოხდება, ვთქვათ, გულის დაავადებების ან ონკოლოგიის დაავადებების. ისინი სტაბილური რიცხვი იქნებიან მაინც. ალექსანდრე ყაზბეგის 16 ნომერში არსებული შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული და სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი 2009 წელს სახელმწიფომ $12 მილიონ აუქციონზე გამოიტანა. აუქციონში გაიმარჯვა ავერსი ფარმამ და სრული სამედიცინო კომპლექსი $12 მილიონ $250,000 შეიძინა. ხელშეკრულებაში ჩაწერილი პირობების მიხედვით ავერსი ფარმა ვალდებული იყო ადგილზე არსებული სამედიცინო დაწესებულებები 2 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ დაეტოვებინა ტერიტორიაზე. ვადის ამოწურვის შემდეგ 2012 წლიდან დადგა აუცილებლობა ყაზბეგის გამზირიდან ყველა კლინიკა სანზონაში უსახლკაროების თავშესაფრად ქცეულ მერვე საავადმყოფოში გადასულიყო. უკვე 2 წელია ვერც შეჭრილების გამოსახლება ხერხდება და შესაბამისად ვერც კლინიკების გადამისამართება. ჯანდაცვის სამინისტრო იძულებულია ყოველთვიურად ავერსი ფარმას იჯარის საფასური გადაუხადოს და სამედიცინო დაწესებულებები ყაზბეგის გამზირზე შეინარჩუნოს. აქ კი ვითარება ასეთია. შიდსის ცენტრისთვის ნაჩუქარი უახლესი აპარატურა ამორტიზებული შენობის დერეფნებშია გამოტანილი. ექიმები კი ჭერიდან გამოჟონილ წყალს ხალხური მეთოდებით ებრძვიან. რა თქმა უნდა, ეს პაციენტებსაც აისახება, არადა გეუბნებით, ეს არის ერთადერთი პროფილის დაწესებულება ქვეყანაში, რომელიც ურნალობს რამოდენიმე დაავადებას ჩამოგითვლით. პირველი შიდსი ყველაზე რეზონანსული დაავადება ამ საუკუნის, ესე იგი, გარდა ამისა, რიგი სოციალურად საშიში და განსაკუთრებული, როგორც არის ჯილეხი, ვთქვათ, პერიმკონგოს ცხელება, ჰანტავირუსული ცხელება, холод ჩვენ სამართლობაში შეიძლება ამათ მსახუროს. ისი თქვენ რომ წითელის ეპიდემია იყო შარშან და გრძელდება ეს ეპიდემიაც და წითელი თავმოყრები ძირითადად აქ ხვდებიან და გაუსაზლის პირობებში ხვდებიან. ისეთი მძიმე დაავადებები, როგორც ეს მენინგიტები, ნეიროინფექციები, ბოტულიზმი, ტეტანუსი მხოლოდ აქ ურნალობენ. იცით, ესე იგი და მედიცინაში 4 წელი გაჩერება კატასტროფას ნიშნავს. დრო გაჩერდა ჩვენთვის 2009 წელს. გაჩერებულ დროს ახლა ჯანდაცვის სამინისტრო ებრძვის. უწყებაში ამბობენ, რომ პრობლემა, სადაც პაციენტების, ექიმებისა და უსახლკაროების ინტერესები ერთმანეთს კვეთს, აუცილებლად და თან მალე უნდა მოგვარდეს. ვალდებულები ვართ დავიცვათ პაციენტების ინტერესები და უახლოეს პერიოდში უზრუნველყოთ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება. გამოსახლება დაიწყება. დიახ. იმათი, ვინც არაკანონიერად არის შეჭრილი. რეალურად უსახლკაროებს ჩვენ დავეხმარებით, მაგრამ აი ეს ხელოვნურად და ძალით შეჭრილებს სამწუხაროდ მოუწევთ შენობის დატოვება. ეს უნდა დაიწყოს უახლოესი თვე-თვენახევრის პერიოდში.